დაახლოებით 9 წელი გავიდა ამ შეხვედრის შემდეგ, რაც ჩვენ ესპანეთის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში თან გასვლაზე 1-0 დავამარცხეთ. პროფესორო, მოდი ერთად გავიხსენოთ, როგორი შემადგენლობით გავედით ესპანეთის ნაკრებთან სათამაშოდ და რა კლუბებში თამაშობდნენ ჩვენი ფეხბურთელები. დავიწყოთ. ნუკრი ლევიშვილი მორდოვია, ასეთი კლუბი იყო რუსეთის უმაღლეს ლიგაში, ახლა ამ კლუბის არსებობის შესახებ მე ნამდვილად არაფერი არ ვიცი. ლობჟანიძე იყო დინამო თბილისში, სოლომონ კვირკველია ყაზანის რუბინი, ამისულაშვილი დინამო თბილისი, ნავალოვსკი რუსული კლუბი იყო ესეც SKA ხაბაროვსკი, აბურჯანია სეგუნდა დივიზიონში, ანუ ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში, თუ არ ხსდები ხიმნასტიკი იყო ეს გუნდი, გურამკაში არნელის ვიტესი, ჯიღაური დინამო თბილისი, ოქრიაშვილი თურქულ კლუბში იყო, თუ არ ხსდები და ცოტა გრძელი სახელი აქვს ამ კლუბს. ვერ ვიხსენებ, ვლადიმერ დვალიშვილი პოლონური კლუბი, კლუბის სახელს ამ წამს ვერ ვიხსენებ, ყაზაიშვილი არნელის ვიტესი, ხოლო სათადარიგო შემადგენლობას ახლა ვნახავთ. სანამ საქართველოს ნაკრების სათადარიგოს ვნახავთ, მოდი დააპაუზეთ ეკრანი და შეხედეთ ვისვე თამაშებოდით. ესეც სათადარიგოს კამი, გიორგი ჭანტურია იმ დროისთვის თამაშობდა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში და ამ კლუბის სახელს ვერ ვიხსენებ. ჭანტურიშვილი დინამო თბილისი, ლაშა დვალი პოლონური კლუბი და ამ კლუბის სახელსაც ამ წამს ვერ გავიხსენებ. კაკაბაძე დინამო თბილისი, შემდეგ ლევანყენია პრაღისლავია, კობახიძე დნიპროში თამაშობდა უკრაინულ კლუბში, როინ კვასპაძე იმ დროისთვის ქუთაისის ტორპედოში, პეპესკირი თუ არ ვხსნები ლატვიურ კლუბში თამაშობდა, რიგა იყო ასეთი კლუბი, ქვილითაია დინამო თბილისი, მაკარიძე აქაც თუ არ ვხსნები ეს იყო პორტუგალიური კლუბი და ბოლო ცისკარიძე და ამასაც ეს შემთხვევა, როდესაც ვერ გავიხსენებ კლუბს, თუ არ ვხსნები შვედეთის ჩემპიონატში თამაშობდა იმ დროს ეს ფეხბურთელი. და გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი. თუ გინდა დააპაუზეთ და ნახეთ როგორი შემადგენლობა ყავდა ესპანეთის ნაკრებს სათადარიგო SKA-მზე. ასეთი სათადარიგო შემადგენლობა რო ყავს, წარმოიდგინე როგორი ყავდა ესპანეთის ნაკრებს იმ დროს. სულო და გულო რა გინდა უკეთესი. და დესერტი ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმ დროს, როცა ჩვენ ესპანეთის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში 1-0 დავამარცხეთ, არც მეტი, არც ნაკლები ლეგენდარული დელ ბოსკე გახლდათ. პროფესორო, მოდი ბარემ აქ ხარ და მე მგონი არც შენ გეჩქარება, არც მე მეჩქარება. ვნახოთ იმ შეხვედრის შემადგენლობები, რომელშიც ჩვენ ესპანეთის ნაკრებს ისტორიაში პირველად შევხვდით. 2012 წლის 11 სექტემბერი, დინამო არენა, საქართველო, ესპანეთი 0-1. დავიწყოთ. ამ შეხვედრაში გუნდის კარს იცავდა გიორგი ლორია და ეს მისთვის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა იყო. შემდეგ ამისულაშვილი, დაუშვილი, კანკავა, კაშია, ხიზანიშვილი, კვირკველია, ოღონდ დავით კვირკველია, გემახსოვრებათ აუცილებლად, ლობჟანიძე, შემდეგ მჭედლიძე, ოქრიაშვილი და თარგამაძე. თაკი აპაუზებ ეკრანს და ჩემგან ხელ მარცხნივ და თქვენგან ხელ მარჯვნივ ხედავთ ნამდვილ შემოქმედებას. როგორი საბრძოლო შემადგენლობა ყავდა ესპანეთის ნაკრებს და 1-0, აი, რო იტყვიან გამოგვტყუეს. იმ შეხვედრაში სპატაშორის ძელსაც მოვახვედრეთ ბურთი. შეხვედრა, რომელშიც მომენტები კი, ვერ იტყვი რომ არ გქონდა, საკმაოდ ნორმალური. სათადარიგო შემადგენლობასაც ჩავყვეთ, საინტერესო იქნება. სათადარიგო შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ანანიძე, ზალამიძე, გრიგალაშვილი, აქ თორნიკეა თუ არ ვხსნები მითითებული, მაგრამ თორნიკე აქ არავინ არ ყოფილა და ეს იყო თუ არ ვხსნები ევგუჯა გრიგალაშვილი, თუ ვწდები, შეგიძლიათ აქვე ჩამისწოროთ. შემდეგი გრიგალავა, გურული, ხუბუტია, კვასპაძე, მაისურაძე, მიგინეიშვილი, ფოფხაძე, რეხვიაშვილი და სირბილაძე. აქაც ჩააპაუზე ეკრანი და იხილე ესპანეთის ნაკრების სათადარიგო შემადგენლობა. პროფესორო, დღეისთვის სულ ეს იყო. შემდეგისთვის თუ რომელიმე კონკრეტული შეხვედრა დაგაინტერესებს და უფრო დეტალურად შეგიძლიათ დაწერო კომენტარებში და მე და შენ ერთად განვიხილოთ. მეტი ზღაპრებისთვის გააზიარე ვიდეო, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაგისწორდეს, ახლა თუ დაგეზარება არ არის პრობლემა და გვერდიც გამოიწერე.